დასრულდა მატჩი ინტერი 2-სა და ინტერის აკადემიას გუნდებს შორის და ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ გუნდში და ეს შენ ამტკიცებ ყველა თამაშებზე აბსოლუტურად გნებავს რუსთავში, რაც ჩვენ ვიხილეთ ხო ამ ხანაგური მატჩი იყო, მაგრამ ყველგან გამოირჩევი მარაკანაზე და აგერ შატილზეც და რა სიტყვი კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრაზე ხო თბილისის ინტერმა კიდევ ერთხელ აღნიშნავთ რომ დაძაბულ დრამატულ შეხვედრაში მეტოქე დაჯაბნა და ბოლოს შეუგდო გოლი და ეს გოლი აღმოჩნდა მომგებიანი ჩემო კარგო და თუ შეიძლება რომ ბძანოთ აი ამის შესახებ. პირველ ტაიმში ბევრი შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ გავიტანეთ. ჩვენც ისინიც გვიტევდნენ და ჩვენც უტევდით, მაგრამ მეორე ტაიმში უკვე პრესინგზე გადავედით და გოლით შევაგდეთ და ბოლოში ცოტა დავიღალეთ და ისინიც გვიტევდნენ. ხო და აი თვითონ აი მეორე ტაიმში უფრო მობილიზებული გამოვიდა გუნდი, ხო? აი ისეთი კარგი ფეხბურთის შესთავაზა მეტოქეს რომ ვერაფრით ვერ უპასუხა მეტოქემ, ხო? და თქვენ მაინც დარწმუნებული იყავით, ხო მოგებაში, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ხო წუთნახევარი რჩებოდა მატჩის დამთავრებამდე და რამ გამოიწვია მაინც ეს გოლი, რომ აი მაყურებელს რო უთხრათ, ხო? ანუ კარგად უტევდით, ბევრი კუთხურები ჰქონდა და ბოლოს შეაგდო გიგემ გოლი. კარგი, დიდი მადლობა მინდა გითხრა ლევან ინტერვიუსთვის. მომავალშიც გისურვებ წარმატებებს, კარგად ბრძანდებოდეთ.